სტიქიური უბედურების შემდეგ თანაგრძნობისა და სიკეთის საოცარი მაგალითები ვნახეთ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ალბათ ტაქსის მძღოლი, რომელსაც უფასო ეწერა ტრაფარეტი და ის უფასოდ ემსახურებოდა თვითონ მოხალისეებს. ეს იყო არაჩვეულებრივი მართლაც და ჩვენ ახლა გვინდა გადავიდეთ ნატა ტაბიძესთან, რომელიც სწორედ აი ამ ადამიანთან ერთად შემოგვიერთდება. ნატა, დილამშვიდობის, ჩვენგან დიდი სიყვარული და პატივისცემა გადაეცი ამ ადამიანს პირველ რიგში. თანადგომის მართლაც საოცარი მაგალითი. ნატა, გისმენთ? მოგესალმებით. მე მგონი ეს თეთრი მანქანა უკვე ყველას ეცნობა. სტიქიდან 2 დღის შემდეგ 24 წლის გიორგი ლომიძემ გადაწყვიტა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს თბილისის ახლიდან კეთილმოწყობაში. მან იმის გამო, რომ ძალიან უნდოდა, რომ მოხალისეებს შეერთებოდა და მას არ უწყობდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს, გადაწყვიტა ტაქსით უფასო მგზავრობის სერვისი შემოეტანა. მოგესალმებით, გიორგი, დილამშვიდობის. გიორგი დღეს მისი თეთრი უკვე ძალიან პოპულარული ტაქსით ჩვენთან მოვიდა. გიორგი, პირველ რიგში მაინტერესებს სტიქიის შესახებ, როდის გაიგე და უცბად საიდან წამოვიდა ეს ძალიან სასარგებლო იდეა? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მწუხარება გამოთქვა დაზარალებულების და გარდაცვლილების მიმართ. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროთ. ეს ინიციატივა ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთ დროული იყო იმის ფონზე, რაც ხდებოდა ქვეყანაში და მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ქვეყანას დავხმარებოდი. ქვეყანას დავხმარებოდი და მე მგონი ასე თუ ისე რაღაცამ გაამართლა, იმიტომ რომ სხვა მძღოლებმაც მოგვბაძეს. არ ვიცი, მე მგონი საბოლოო შედეგს მივახცევს თუ ესე ერთსულოვნები ვიქნები მთელი ქვეყანა. გიორგი, ვინ იყო შენი პირველი მგზავრი და პირველი რეაქცია როგორი იყო? ესეთი რამე ჯერ ჩვენ არ გვინახავს. მგონია ზოგადად რომ აქ არაფერი არ უნდა იყოს განსაკუთრებული და რთული და წარმოუდგენელი, კი ძალიან უკვირდათ მგზავრებს რომ ხუმრობო თუ ნამცინამდვილეაო და არანაირი ხუმრობა ამაში არ იყო, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე იყო და მოვიდა, რომ სხვანაირად არ შემეძლო ხალხის დახმარება, ფიზიკურად მემუშავა და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე ეს პატარა ჰუმანური ჟესტი გამეკეთებინა და არ ვიცი რა, ღმერთს მადლობა, რომ ამის ძალა და უნარი მომცა. გიორგი, დაახლოებით აი რამდენი კილომეტრი გაიარე ამ პერიოდის მანძილზე და რამდენი ადამიანი იჯდა შენს მანქანაში და აი საუბრები, საერთოდ ტაქსის მძღოლებს ძალიან საინტერესო ისტორიები აქვს. თქო და მე ყვებიან ამ ისტორიებს და ჩვენს მგზავრები დიდი სიამოვნებით ვუსმენთ, ხო? შენ განსაკუთრებული ისტორიები მოისმინე ჩემი აზრით, აი იმ პერიოდში, როცა მოხალისეები გეჯდნენ. რა მოისმენა შენმა ყურმა ამ დროის მანძილზე? დავიწყოთ იქიდან, რომ მართლა უამრავი ხალხი ჭერდა. მანძილი აღარ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს, რამდენი გავიარე, მაგრამ ისეთი საცობები იყო ქალაქში, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მეტი და მეტი მომესწრო, რომ რაც შეიძლება მართლა რეალურად მეტ ხალხს დავხმარებოდით. ისტორიები იყო სასწაული, პირველ რიგში ისეთი სითბო და სიყვარული მოდიოდა ხალხისგან, რომ არ ვიცი, ამის ახსნა, ეს ძალიან რთული იქნება რა, ეს უნდა განიცადო და სიამაყე გქონდეს. მე მინდა გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა და ქეც ვიხრი მას წინაშე, ვინც მომცა სტიმული და ეს ჩემი სტიმულის მომცემი ადამიანები იყვნენ, ისინი ბავშვები, ის ახალგაზრდები, ვინც მუხლს ჩაუხრელად შრომობდნენ დისლოკაციის ადგილას. ყველაზე მეტად დასაფასებელია ადამიანის სიკეთის და საქმის დანახვა. პრემიერმა გუშინ განცხადება გააკეთა, მან მოიწონა გიორგის ეს ინიციატივა და მან მერს მიმართა, რომ გიორგის ახალი სამსახური უნდა მოვუძებნოთ. გიორგი, შენ მითხარი, რომ სრულად შემთხვევით გაიგე ამის შესახებ, რომ არ გეცალა იმისთვის, რომ კომპიუტერთან ყოფილიყავი და ვინ დაგირეკა და როგორი რეაქცია გქონდა? არ ვიცი, უამრავი ხალხი მირეკავდა გუშინ, როგორც ტელევიზიიდან, ისე უბრალოდ რიგითი მოქალაქეები, არ ვიცი, საოცარი ემოცია იყო და მით უმეტეს სახში რომ მივედი და რომ ნახე ბატონი პრემიერ-მინისტრის განცხადება, შოკში ვიყავი უბრალოდ, აი ძალიან გაოცებული დავრჩი. რაც შეეხება სამსახურის თემას, ძალიან მოხარული ვიქნები ეს ყველაფერი თუ გამოვა და გამოვიდა რეალურად, ხო? არ ვიცი, უდენიერესი ადამიანი გავხდი, ასე ვთქვათ რა. ეს ყველაფერი შემოწმდება, დღეს არ დასრულდება ინტერვიუ შენგან. ანუ შემდგომში დღეს საღამოსაც, ხვალ საღამოსაც, ზეგ საღამოსაც ყოველდღე დაგირეკავთ და გავარკვევთ. მერე შენ ახალ სამსახურსაც გავიგებ და იქაც მოვალთ, გიორგი, არ გეგონოს რომ თავს დაგანებებ. კიდევ იცი რა მაინტერესებს? წაღარ მეუბნებოდი რომ 10 წლის უნახავმა ადამიანებმა დამირეკესო. შენი ყველაზე ახლობელი ადამიანების რეაქცია. მე როგორც ვიცი, შენ დედასთან ერთად ცხოვრობ. პირველ რიგში დედას და მამა. პირველ რიგში ალბათ მშობლებს გაუზიარე შენი იდეა. თუ თქვათ ისინი დაგეხმარნენ იმაში, რომ აი ეს მოგეფიქრები. რა თქმა უნდა, უფრო მამა მითოდა ეს ყველაფერი ეს
ცნობილი პლაკატებიც, ასე ვთქვათ, მამაჩემთან სამსახურში ამოვბეჭდეთ. ნუ რეაქცია ჩემი ახლობლების და ჩემი მეგობრების იყო, რა ვიცი, არ მოუდგენლად დიდი სიხარული, ყველა იმას წერდა, რომ გვიამაყები, მე არ მიმაჩნია, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე და ეს მიმაჩნია ვალად, რომ ვისაც რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამას გულწრფელად ვიძახი და არაფერი ქვეტექსტები არ მიდევს ამ ყველაფერში. მინდოდა რომ ყველაფერი ყოფილიყო გულით, სულით და მე მგონი დაფასდა კიდევაც ეს ყველაფერი და ეს არის ჩემთვის მთავარი. არც მიფიქრია მე ამაზე რომ ესეთი ამბავი მოყვებოდა ამ ჩემ გაკეთებულ პატარა საქმეს. გიორგი, შენ სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იდექი, ვაკე საბურთალოს გზაზე, ხო? ამ პერიოდის მანძილზე, მაშინ როდესაც მგზავრები არ ყავდა და მაშინ როდესაც იქ ატარებდი უბრალოდ დროს. რა ნახა შენმა თვალებმა? ის რაც ყველა კამერას არ დაუფიქსირებია. სიტუაციას როგორ მოგვიყვები შენ, იმიტომ რომ დღის ძალიან დიდ ნაწილს ატარებდი. დიახ, ეს 2 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში იქ ვიყავი. ნუ თავარი სათქმელი რაც შეიძლება იყოს, იყო ერთადერთი და ალბათ განუმეორებელი ამ ბოლო წლებში არ მახსოვს მე ასეთი რამ, რომ საქართველოში ყველა ესე იყო ერთმუშტა ჩეკრულები, ისეთი ყველა ისეთი თბილი იყო ერთმანეთის მიმართ, ყველა გზას უთმობდა ერთმანეთს ჩახუტება, სიყვარული და აი ამაზე მეტი რა უნდა იყოს, იმედია შევინარჩუნებთ ამ უხდს და ეს გაგვტანს კაი ხანი საქართველოში და თუ ასე ვიცხოვრებთ, ვფიქრობ რომ ბევრს მივახცევთ ქართველი ერი ზოგადად. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ჩავსხდეთ, მოდი გიორგი მანქანაში, იმისთვის რომ მაყურებელმა კარგად დაიმახსოვროს, შენი მანქანა, კარს ვერ ვახებ. თუ შეიძლება, ბატონო გიორგი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს, სანამ მაყურებელს დავემშვიდობები, გიორგის აქვს ერთი სურვილი და მე მინდა რომ ამის თქმის საშუალება მივცე. აი არავისგან არაფერი არ მინდა მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ხალხი რაც შეუძლია ყველაფრით გვეხმარება, ზოგმა ასე ვთქვათ, გზაში, ქუჩაში მანქანები მაჩერებდნენ. ფულს მიაძლევდნენ რომ აი შენ უფასოდ ეხმარები ხალხს და აი ჩვენგან ეს აი არავისგან მართლა არაფერი არ მინდა ყველას მიუხედავად ამისა ყველას ძალიან დიდი მადლობა და ერთადერთი თხოვნა მაქვს რომ იქნებ აი მთელი ჩემი ცხოვრების ოცნებაა რომ იქნებ ვინმე რამენად ჩვენს უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვედრა 5 წუთი მაინც რომ გავესაუბრო დაველაპარაკო და მისგან ლოცვა კურთხევა მიიღო მეტი არაფერი ეს ერთადერთი საფრთხოვარი მაქვს წარმატებებს გისურვებ გიორგი დიდი მადლობა გისმენთ არ ვიცი აღფრთოვანებას მართლა ვერ მალავ აი ხა თითოეულ სიტყვაზე ბურძგლოდ მოკლედ ემოციებში ვარ ისეთი სურვილი თქვა მე მანამდე ვაპირებდი მე თქვა რომ იქნებ ვინმე ახალი მანქანა მოახერხოს და შეიძინოს ან აჩუქოს გიორგის თქო მაგრამ ისეთი სურვილი თქვა არ ვიცი რამდენად მაქვს ამის გაჟღერების უფლება ამის შემდეგ არა ძალიან დიდი პატივისცემა ჩვენგან გადაეცი გიორგისთან არა მატერიალური სურვილი აქვს გიორგის და მე ვფიქრობ რომ გამბოჩდებიან ადამიანები რომლებიც ამ სურვილის ასრულებას შენ დაგეხმარებიან მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და ერთადერთი რაღაც მინდა ვუთხრა გიორგის გადატანილი აქვს ძალიან დიდი ოპერაცია მას არც თუ ისე ამ ეტაპზე ის არც თუ ისე უწყობს ჯანმრთელობა ხელს იმაში რომ ძალიან კიდე ბევრი კარგი რამ გააკეთოს ამიტომ მე შენ გისურვებ რომ შენ თავს მიხედო პირველ რიგში გაუფრთხილდე საკუთარ თავს და მოკლედ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე საკუთარ თავს აუცილებლად იმიტომ რომ ის სამშაბლოს ძალიან ჭირდება დიდი მადლობა